ეს პერიოდი, სულ ფიქრობდი, რომ რატო გადაწყვეტა ეს ერთი შეხედვით, სულ პოლიტიკური სუიციდის ჩადენა, როდესაც არჩევნებია და ფაქტობრივად შენინებით შედიხარ ციხეში. ხო, აქ ხო არ იყო რომ ოცნებამ რაღაც ეს გამოძიება დაიწყო რაღაცა, იყო რომ მოდით, ასე ვთქვათ, კომისიაზე, ესენი არ მოვიდნენ და ფაქტობრივად ეს არის თავის ნებით ჩასმა. შენი თეზა კიდე არის, იმიტომ სამართლიანი, რომ მას შემდეგ რაც ამათი დაღმასვლა დაიწყო, რაც ესე NGO-ებით, ამ ტექნიკური მთავრობებით, 1000 მიშა შემოპარებით ვერ ააყირავეს, ლოგიკურია, რომ უნდა გადავიდნენ უკვე ეგეთ ხის. გადავიდნენ კიდევ მოლოტოვის კოქტეილი არსებობდა. მოლოტოვი კი. იქაც არ გამოვიდა. მოლოტოვის მე არ მინდა რომ პანიკა დავთესო ცხადია, მაგრამ ლოგიკურია, რომ ამის მერე კიდე არის რაღაც რაზმების ჩამოყალიბება, ხო და ტერაქტები. ორი ეგეთი რაღაცეები, რაც აღკვეთა და დარწმუნებული ვარ, რომ კიდე აღკვეთს ბევრს, მაგრამ საკუთრივ ამ ტიპებსაც არ უნდათ. ხო, ეხლა მათ აქვს რაღაცა ვალდებულებები, ხო, გარე პატრონებთან, რომელსაც ემალებიან ციხეში. ეს არის, ხო, ემალებიან ციხეში. ლაკა ხოშტარიას მაგალითად. ეს არის რაღაცნაირად მათშიც მიუხედავად მათი უსამშობლობისა, მათის ეს ნაცარქექიას არქეტიპი არის რაღაცა. მე მგონი უფრო ერთი ადგილი არ ყოფნით. ხო, მაგრამ შიშრები არის. აი, მაინც რაღაცნაირად. ლაკა ხოშტარიას მაგალითი. შეეძლო არ წაეწერა, იწევდა, ხელისუფლება არ უნდა გამოიწვიო. როცა დემონსტრაციულად ჩადიხარ დანაშაულს და ამ დანაშაულს ხელისუფლება არ აღკვეთს, სწორედ მაშინ იწყება ხელისუფლების ეროზია. მე მახსოვს შეონაზით, რომ მიშა იჭრებოდა პოლიციის განყოფილებებში. თუ გახსოვთ? კი. და არანაირი პასუხი პოლიციას არ გაუწია და მაშინ დაიწყო ჩამოშლა სახელმწიფომ. და რო არ მოეწერა, არც არავინ რო არ წაეწერა ბანერზე, არც არავინ არ დაიჭერდა. და შემდეგ დააგინა ლამის, რომ ვიწმე გირაო გადამიხადოს. ეგ არის ციხეში ყოფნა უნდა რა.